სპეციალური რეპორტაჟი. დევნილობა. საღამო მშვიდობის, ეს არის სპეციალური რეპორტაჟი, მე ლაშა ხარაზიშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა იმ ადამიანებზე მოგითხრობთ, ვინც საქართველოს მიმართ განხორციელებულმა რუსეთის სამხედრო აგრესიამ ყველაზე მეტად დააზარალა. 500,000-მდე დევნილი ჩვენი თანამემამულის მდგომარეობა უკვე 17 წელია ქვეყნისათვის მოუგვარებელ პრობლემად რჩება და თავად ამ ადამიანებისათვის არსებობისათვის ბრძოლის პროცესად გრძელდება. დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით წარმოგიდგინოთ სრული სურათი დევნილობის ისტორიის შესახებ 90-იანი წლებიდან დღემდე. შევეცდებით პასუხი გავცეთ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს დევნილთა ამჟამინდელ მდგომარეობის და მათი მომავლის შესახებაც. გადაცემის დასკვნის ბლოკში ჩვენი რესპონდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური იქნება. როში მე ვერ დავარქვდი ამას გამოსახლებას და გეტყვით რატომ. გამოსახლება არის ადამიანს საკუთარი სახკარო კონდეს და იქიდან ვიღაცას გაყავდეს. არა, ეს ესე არ არის. ჩვენი მიზანი სულ სხვა არის და ჩვენ სულ სხვა მიმართულებით მივდივართ. მანამდე კი ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმესი დღეები და მოუშუშებელი ტკივილი. დევნილობა, ნაწილი პირველი, ზურა ხვისთანის სპეციალური რეპორტაჟი. ამ ურთულესი გზის გავლა ათობით-ათას ადამიანს ფეხით მოუწია. მათ შორის მოხუცები, მცირეწლოვანი ბავშვები და ფეხმძიმეებიც იყვნენ. თუმცა თოვლიანი უღელტეხილის გავლით აფხაზეთის დატოვება ყველამ ვერ შეძლო. ბევრმა სიცოცხლე გზაშივე დაასრულა. მათ კი ვინც საკუთარი სახლის, ნათესავების საფლავებისა თუ უბრალოდ მშობლიური მიწის დატოვება არ ისურვა ან ვერ მოასწრო, სასტიკად გაუსწორდნენ. რუსეთის აგრესიამ აფხაზეთში 60,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დევნილად ქცეული ადამიანები, რომელთა უმრავლესობას წასასვლელი არ ჰქონდა, სხვადასხვა ქალაქების სანატორიუმებში, სასტუმროებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში, საერთო საცხოვრებლებში, მიტოვებულ ან დროებით უპატრონოდ დარჩენილ შენობებში შესახლდნენ. მაშინდელი სახელმწიფო ამ ქაოტურ პროცესს არ შეეწინააღმდეგა, ვინაიდან სხვა ალტერნატივის შეთავაზება უბრალოდ არ შეეძლო. 500,000-ზე მეტმა დევნილმა საცხოვრებლები ძირითადად ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისსა და წყალტუბოში დაიკავა. თუმცა მათი უმრავლესობა უკეთესი მომავლის ძიებაში დედაქალაქისკენ გაემართა. ჩვენს მეხსიერებაში დღემდე ნათლადაა შემორჩენილი იმდროინდელი საქართველოს სიმბოლოდ ქცეული სასტუმროები ივერია და აჭარა, რომელთა ცალკეულ ნომერში ხშირ შემთხვევაში მრავალსულიანმა ოჯახებმა დაიდეს ბინა. 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში ასეთი უამრავი ადგილი გაჩნდა. აქ დევნილები როგორც წესი ელექტროენერგიის, წყლის, გათბობისა და სხვა ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობდნენ. დედაქალაქის საავადმყოფოებში კი ხშირად ერთ ოთახში მძიმე ავადმყოფს მკურნალობდნენ, მეორეში კი ქორწილი ან პანაშვიდი იმართებოდა. სახელმწიფო მიძულებით გადაადგილებულთათვის ალტერნატიული საცხოვრებლებისა ან ფულადი კომპენსაციის შეთავაზება 2004 წელს დაიწყო. თუმცა ეს პროცესი მტკივნეული აღმოჩნდა. დევნილთა ნაწილმა უკმაყოფილება საკომპენსაციო თანხის ოდენობით გამოთქვა. მეორე ნაწილს კი იმ ქალაქების დატოვება არ სურდა, სადაც ისინი უკვე ადაპტირებული იყვნენ. თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დევნილებს დაკავებული ფართები გაყიდული ან გაქირავებული ჰქონდათ. სახელმწიფო პოლიტიკის ამ ტალღამ შედეგად ერთს მხრივ შეთავაზებული ალტერნატივით უკმაყოფილო დევნილები და მეორეს მხრივ მთელი რიგი დაწესებულებებისთვის პირველადი ფუნქციის დაბრუნება მოიტანა.
ეს უკვე 2008 წლის აგვისტოა. რუსეთის მორიგი აგრესია, რომელმაც საქართველოში დევნილთა კიდევ ერთი ნაკადი წარმოშვა. ცხინვალის რეგიონიდან, ახალგორის რაიონიდან და კოდორის ხეობიდან ამჯერად 26,000 ადამიანი გამოაძევეს. თუმცა ამ შემთხვევაში ომგამოვლილმა ქვეყანამ ბედის ანაბარად დარჩენილი ხალხი ორგანიზებულად მიიღო. საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთათვის მოკლე დროში მთელი სოფლები აშენდა, სადაც ეგრეთ წოდებულ ახალ დევნილთა დიდი ნაწილი დასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით კომფორტული საცხოვრებლის შეთავაზებასთან ერთად სპეციალური პროგრამის ფარგლებში დევნილთა ნაწილის დასაქმებაც მოხერხდა, ამ პროცესს ერთგვაროვანი შეფასება არ მოჰყოლია. თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს სახელმწიფოს ღირსეუქმედებაში ჩაუთვალა, პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა დევნილთა დასახლებები ქილიკისა და დაცინვის ობიექტად აქცია. ამ დროისთვის ქვეყანას კვლავაც მძიმე ტვირთად ეწვა მრავალი წლის წინ დატოვებული მემკვიდრეობა. ათობით ათასი დევნილი ოჯახი კვლავაც სახელმწიფოს დახმარების იმედად იყო დარჩენილი, რაც სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვდა. საქართველოზე განხორციელებულმა ორმა სამხედრო აგრესიამ და ტერიტორიების ოკუპაციამ დევნილად 9 მილიონზე მეტი ადამიანი აქცია. მათი ერთი ნაწილი სხვადასხვა წლებში საზღვარგარეთ აღმოჩნდა და ბევრმა უცხოეთში წარმატებებსაც მიაღწია. საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება დღემდე საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მნიშვნელოვანმა ნაწილმაც მოახერხა. მათ წარმატებებს სახელმწიფო და ბიზნეს საქმიანობაში, სპორტსა თუ ხელოვნებაში მიაღწიეს და რეალურად სახელმწიფოსგან დახმარებას აღარ საჭიროებენ. იმ დევნილთა დიდ ნაწილს კი, რომლებიც დღემდე სახელმწიფოს იმედად არიან დარჩენილი, სპეციალური პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლები დაუკანონდათ. ამისათვის თავის დროზე თვითნებურად დაკავებული ობიექტების დიდი ნაწილი საპრივატიზაციო ნუსხიდანაც იქნა ამოღებული. დარჩენილ ნაწილს კი ან ფულადი კომპენსაცია, ან ალტერნატიული საცხოვრებლები გადაეცათ პირად საკუთრებაში. ასეთი ოჯახები თბილისში 13, ხოლო რეგიონებში 12,000-ია. ამ სახლების უმრავლესობაში სახელმწიფომ უკვე მოახდინა ინდივიდუალური გამრიცხველიანება, გაზიფიცირება და აუცილებელი საცხოვრებელი პირობების შექმნა. თუმცა სახელმწიფოს ეს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვით ყველა დევნილ ოჯახს საკუთარი სახლი ექნება, კვლავაც განხორციელების პროცესშია და 2012 წელს დასრულდება.